თქვენი აზრით რას უნდა მოსატარებდა ჯეიმს ბონდი, ტონი მონტანა და ბრიუს უეინი? რატომ არ იწვევდა ნელას? Კაი თოქ-შოუს წამყვანებით მოვკალათ დი. მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს ჩვენ გვექნება Q&A სტილის ვიდეო. კითხვები ამოწერილი მაქვს ფურცელზე, რადგან ჩემ ლეპტოპს ვერ ვთავ, ზოგი კითხვა ლეპტოპში მაქვს შენახული, ზოგიერთი ტელეფონში, ტელეფონით ვიღებ, ლეპტოპს ვერ ხსნი. შესაბამისად, რაღაც ხელსაწყო უნდა მენახა, საიდანაც წავიკითხავდი კითხვებს, შესაბამისად old school მეთოდებს მივმართე და ალამი დავიჭერე ხელში. სანამ კითხვებზე გადავალთ, თხოვნა არხი გამოიწეროთ და ჩავუხოთ ზარისღილაკი. 3000-ში ვართ გაყენული, ძალიან დიდი ხანია და ცოტა არ მომწონს ეგ ამბავი. ვიდეო თუ მოგეწონებათ, აუცილებლად დაალაიქეთ და დააკომენტარეთ კითხვების შემდეგი Q&A ვიდეოსთვის, თუ უდის მე იქნება. პირველი კითხვა, სიცოცხლის ბოლომდე 3 უნდა მოსტარება რომ შეგეძლოს, რომლები იქნებოდა? ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი, მაგრამ კვლავაც გეტყვით, ეს იქნებოდა პენჰალიგონის ხალფეტი, სადაც უკან დევს, არ ამაყენოთ მაგის გამო. ნასომატოს ბარაონდა და ნასომატოს დურო. მეორე კითხვა, Honor and Glory კანზე არ მიძლებს და რამე მაგდაგვარს ხომ არ მირჩევთ? Honor and Glory მე მაგალითად 12 საათზე დიდხანს მყვება. შეიძლება შენ თვითონ ვერ გძნობს უნდა მოსულს, რადგან nose blind სიტუაციაში ვარდები. ტანსაცმელზე მიიპყურე რამდენიმე და ეგ გაგეხანგრძლიობს მდგრადობას. მსგავსი სტილის უნამოებიდან რა ვიცი, Blanche Pets გირჩევ. გამომწერების უნამოების განხილვის ვიდეო როდის იქნება? ვიდეოების დადებას რაც შეეხება, ბევრ რესურსს ვეღარ უთმობ, რამდენსაც მოითხოვს, რადგან ახალი ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში და რაღაც ცვლილებების წინაშე ვდგავარ. ამიტომაც რაღაც პერიოდი დამჭირდება, რომ ძველებურ მრავალფეროვან კონტენტზე გადავეწყო. შემდეგ სეზონზე უკეთეს ძლიერ კონტენტს გვირდებით. დანელასთან პოდკასტი გვინდა. რატომ არ იწვევ დანელას? ეს ძალიან დრამატული კითხვა არის და არ მინდოდა ამის ხო, მაგრამ იძულებული ვარ გითხრათ, რაც არ უნდა ცუდად გაიგოთ. ზრდასრულ ადამიანებს ყოველთვის არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ თავისი თავისუფალი დრო ერთმანეთს დაუმთხვიოს. ანუ რას გულისხმობ, როდესაც მემცალია შეიძლება ბევრი ადამიანს არ იცალოს ამ პირიქით. დანელა მოწვეული მყავს ორჯერ, თვითონაც იცის რომ სიამოვნებით ვიხილავდი ჩემთან. ამ ეტაპზე ვერ შედგა კოლაბორაცია, როგორც დანელა მითხრა დროის უქონლობის გამო. შესაბამისად ვიმედოვნებ რომ მომავალში აუცილებლად გადავიკვეთებით. აქ არაფერი სკანდალური და ყვითელი არ არის, ამიტომ თქვენი აზრით რას უნდა მოსატარებდა ჯეიმს ბონდი, ტონი მონტანა და ბრიუს უეინი? სხვადასხვა ამ თემაზე ვიდეოს გადაღებას ვაპირებ. სხვადასხვა ფილმისა თუ სერიალის პერსონაჟები რას უნამოებს ჰქვანანან, რას უნამოებს გამოიყენებდნენ. წესით საინტერესო უნდა იყოს, უნდა დაალაიქოთ ვიდეო ამისთვის. წინა ვიდეოში, რა ვიცი, ბევრი იმედი მქონდა წესით კაი ვიდეო გავაკეთე. მოკლედ არ არის საინტერესო მგონი ეს კონტენტი რა. არა უშავს. რატომ გვახობს თავბრუს სუნამო? მაგალითად შოპარტი. ხო, ზოგადად ადამიანის ნერვული სისტემა ახალ ინფორმაციებს ცოტა რთულად იღებს. მაგალითად მგზავრობის დროს თავბრუ რატომ გეხვევათ, როდესაც ბევრ ახალ ინფორმაციას იღებს თვალი, გადამუშავებას ვერ ასწრებს. ან როდესაც წევ ხარ, თვალები და ხოჭოლები გაქვთ და უცებ წამოდექით, ჩატურთოს ვერ ასწრებს თქვენი ნერვული სისტემა. იგივე არის საჭმელების შემთხვევაშიც. რაც თქვენთვის უცხო არის, თავიდან ძალიან დიდი შანსია არ მოგეწონოთ. ზუსტად იგივე სიტუაცია არის უნამოებთან. თუ ისეთ challenging არომატებს, როგორც შოპარტის Black Incense-ია, პირველად ყნოსავთ ამ ჟანრის არომატს, აუცილებლად გექნებათ ის მომენტი, რომ ან თავბრუ დაგეხვევათ, ან თავი გეტკინებათ, შეიძლება ვერც მიიღოს თქვენმა სხეულმა, მაგრამ ცხვირის გავარჯიშების შემდეგ აუცილებლად მოგეწონებათ მსგავსი სტილის უნამოება. Layering-ზე რა სიტყვი და შენი საყვარელი კომბო გაგვიზიარე. Layering, ვინც არ იცით, არის ორი უნამოს ერთმანეთში შერევა, ანუ ჯერ ერთს დაისხამ, შემდეგ მეორეს. ძალიან ხშირად ვიყენებდი Initios, Paragons და Parfums ნამარლის Altairs, იმდენი კომპლიმენტი მაქვს მაგაზე მიღებული და არ ვამბობდი რა იყო. ისაუბრე იმ ხალხზე, ვინც უვარგის უნამოს ყიდის Instagram-ზე. ამ ადამიანებზე ჩემი აზრი კარგად იცით, საუბარს მათზე არ ვაპირებ უკვე, შეგიძლიათ მათ კონტენტებს გადაავლოთ თვალი, საკუთარ თავზე უკეთ მათზე ვერავინ ისაუბრებს, ისე ვფიქრობ. რა განსხვავება რეპლიკასა და ორიგინალს შორის? ბევრჯერ მაქვს ამაზე ნასაუბრები, ეს არის ყალბი პროდუქცია, რომელიც გატენილი არის სხვადასხვა მძიმე მეტალებითა და ისეთი მინარევებით, რომელიც
გიზიანებთ ჯანმრთელობას, სასუნთქ სისტემას და კანს და ორიგინალის უნამო შეგიძლიათ დაბალ ფასადაც შეიძინოთ. პირველად რამ გადაგაწყვეტინა კოლექციის დაწყება. ძალიან გადაცებული ვიყავი ერთ პერიოდის სოკოებით. ყველაფერს ვკითხულობდი სოკოებზე, როგორ იყენებდნენ სოკოებს ძველ დროს შამანები. ასე შევყვევი, მივედი სურნელებამდე, სურნელებს როგორ იყენებდნენ, სიტყვა პარფიუმით ზოგადად ამ შამანობიდან მოდის და წარმართობიდან. ამაზე ისტორია თუ გაინტერესებთ დააკომენტარეთ და მოგიყვებით. შემდეგ დავყნოსე ერთის უნამო, შემდეგ დავყნოსე მეორეს უნამო, შემდეგ უკვე ცხვირმა ახალი არომატები მიიღო. დავამუღამო ბრჭყალებში, უფრო და უფრო შევყევი ამას, ვყიდულობდი სუნამოებს, blind buy-ებსაც ვაკეთებდი და უკვე ჩავიძერე მოკლედ ამ სფეროში. შენი კოლექცია რომელი სუნამოთი დაიწყე? იდეაში თვითონ ამ სუნამოებისადმი ინტერესი უფრო მეტად გამიღვივა Tom Ford-ის Woodwood-მა. განა იმიტომ რომ რაღაც ღვთაებრივი არომატია და ამაზე უკეთესი სუნი არ არსებობს. არა, როგორც ბევრი თქვენთაგანი, მეც მათ შორის fresh სუნამოებით ვიწყებდით. გრილი, საზღვაო, ციტრუსოვანი და როდესაც ვნახე რომ ამ ჟანრის სუნამოც არსებობს და შეიძლება სუნამო არ იყოს ციტრუსოვანი, მაგრამ საოცარი სურნელი კონდეს, აი ამან უფრო გამიღრმავა პარფუმერიისადმი ინტერესი და შემდეგ ის ვარ, რაც ვარ თქვენს წინაშე წარმსკარი. სუნამოების გარდა რა საქმიანობ და რა ჰობი გაქვს? ამ ეტაპზე მთავარ საქმიანობის სფეროდ ეს მაქვს სუნამოები. ბავშვობაში ჭადრაკს თამაშობდი, ხობა და ახლაც მაქვს ჭადრაკი, ჩესკომზე ვთამაშობ ხოლმე. ასევე ჩემი ჰობია ოფროუდი და ხინკალი. ვიკანტო თუ დაგიტესტავს, შენი აზრი საინტერესო იქნებოდა. ვიკანტო ტიზიანა ტერენზე ჯარდინო ბენესერის საშუალო კლასის ნიშური სუნამოებია, საშუალო ბიუჯეტისაც საკმაოდ კარგ რაღაცეებს შეგიძლიათ წააწყდეთ, მაგალითად ვიკანტოდან Hi-Ray მომწონს ძალიან. რომ შეგეძლოს რომელიმე სუნამოს ინგრედიენტის დამატება, რა სუნამოში რა იქნებოდა. დამატებაზე არ მიფიქრია, მაგრამ ამოგდებაზე მაქვს ნაფიქრი, მაგალითად ამუაჟ ინტერლუდში ორეგანოს ნოტა ნერვებს მიშლის. ცხვირში მიღიტინებს და ძალიან არ მომწონს. რა იყო შენი პირველი ნიშური სუნამო, რომელიც შეიძინე? თუ არ ვცდები, პენჰალიგონი იყო. პენჰალიგონის ხალფეტი. რომელი იყო ყველაზე კარგი და საინტერესო სტუმარი? კარგი და ყველა ძალიან კარგი სტუმარი მყავდა. და უდიდეს მადლობას უხდი რომ მოგიცალეს და მოვიდნენ. ყველაზე საინტერესო ჩემთვის ალბათ ბასტო იქნებოდა, რადგან სამჯერ არის ბოლო-ბოლო ნამყოფი და კომუნიკაციაც უფრო მეტი ქონდა სხვებთან შედარებით. შემინება რომ იყოს 30-ჯერ მექნებოდა კიდე კოლაბორაცია, მაგრამ ისე არ ხდება ყველაფერი როგორც გვინდა. როგორ დავისხათ სუნამოს სწორად? ამისათვის საჭიროა სუნამოს ინტენსიურ ხასიათს კარგად იცნობდეთ, რამდენად ძლიერია და რამდენად არა. ზოგადად მე კისრის არეში არ ვისხებ. თუ ადგილებს გულისხმობთ, პულსაციის ადგილებს გირჩევთ და არ გირჩევთ ყელის მიდამოში სუნამოს გამოყენებას. ამ ადგილებში ძალიან ფაქიზიკანია და პლუს ამას ხვირში ადის პირდაპირ სურნელი. შესაბამისად nose blind სიტუაციაში მიდიხართ. ამიტომ კეფაზე გირჩევთ, პულსაციის ადგილებში გირჩევთ და მკერდის არეში. რა სიტყოდი ნეგატიურ კომენტარებზე? ძირითადად ნეგატიური კომენტარები არ იწერება. რაღაც ოდიოზური ფიგურა არ მგონია ვიყო და პრინციპში ჩემს თავზეც იმდენს არ ვლაპარაკობ რომ ვიღაცას ჩემი პიროვნება არ მოსწონდეს. YouTube-ზე ნული ნეგატიური კომენტარი არის, არც ერთი მინახავს არასდროს, კრიტიკული შეიძლება ყოფილიყო. TikTok-ზე აი უსაქმური ხალხი თუ დააკომენტარებს რაღაცას, ხომ ესმის, ერთ-ერთმა კომენტარმა უბრალოდ ძალიან გამაბრაზა და მოვიძიე ვინ იყო და ასე შემდეგ, ეგეთი რაღაც არასდროს მექნია და ნუ ბოდიშებით გამოცრა კარგი. როდის ველოდო ჩემს სუნამოს? ოქტომბერში. შენ რომელი სუნამო იქნებოდი? ალბათ მე ჩემ თავს მივაკუთვნებდი ხალფეტი. ან შოპარდის Black Incense. ყველაზე აბსურდული კითხვა რომელიც მიგიღია. ქალბატონს უნდოდა სუნამო შეეძინა, რომელიც ყველა მამაკაცს უნივერსალურად მოხიბლავდა და მოაჯადოვებდა და ყოფილქმარი შეურიგდებოდა. ეგ იყო მისი მოთხოვნა. აბა, ყველაზე over და underrated სუნამოები. თავის overებში ტობაკო ვანილას hype-ს ვერ ხვდები ხანდახან. და underrated-ში ნასომატოს პარდონი. ვისი მოწვევა გინდა ყველაზე მეტად? კიდეშ ბევრი არის, ვისთან ერთადაც მექნებოდა კოლაბორაცია და საუბარი. იუთუბერებიდან ჰიტას მოწვევა მინდა ძალიან, რაბანა მინდა რომ მოვიწვიო, აკებასაც უყურებ ხოლმე. არის მოკლედ ბევრი ახლა რომ არ ჩამომათვლევინოთ, ბევრია ვისთან ერთადაც სურს რაღაც სუნამოები განხილვან პოდკასტიც მოვიწვია. უბრალოდ როგორც გითხარით, სამზადისები მოხს ოჯახში და ეს კოლაბორაციები ჯერჯერობით ვერ მოხერხდება. всё. ეს არის რა. მოკლედ როგორი ვიდეო გამოვა, არ ვიცი, სიცხიანი გაციებული ვარ, გრიპი მაქვს. აი სანამ დააცემინებთ, ხო იცი,
ასე რო გაქვთ თვალი, წარმოიდგინეთ, ეგრე ვარ მთელი დღე. ეს ვიდეო ტელეფონით უნდა დავამონტაჟო და იმედია გამიგებთ და ბევრს არ გამაკრიტიკებთ. თუ მსგავსი კონტენტი მოგცემთ, დააკომენტარეთ კითხვები ამ ვიდეოს ქვეშ. მადლობა რომ ბოლომდე მიყურეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.